მეგობრებო, ეს გახლავთ ჩემი პირველი ვლოგი, ახლა ხანს ვიმყოფები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ვიმგზავრები პუკეტში, ტაილანდში კემპის გასავლელად და შევეცდები გაგიზიაროთ ის ემოციები, რასაც მივიღებ ამ მოგზაურობაში, ამ კემპის გავლის დროს და ნელ-ნელა მოგაწოდებთ ვიდეოებს. ესეც ასე როგორც იქნა შარჯიდან მივფრინავ ტაილანდში, ხვალდილი შვიცარცე მან ვიქნები, ახლა ხალხს მხოლოდ 6 საათის შემდეგ როგორც იქნა მეღირსა და სხვა დანარჩენ ვიდეოს ხვალდილიდან განვაახლებ. როგორც იქნა ჩამოვახცე, ჩემი დიდი ხნის ოცნება ახდა. პუკეტის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვარ, უნივერსიტეტში კი არა და აეროპორტში. მოკლედ ახლა მივდივართ დანიშნულების ადგილამდე ტაქსით, ჯერ გზაში ვარ და აი ასე გამოიყურება. ძალიან ლამაზია ნამდვილად. მოკლედ მეგობრებო, აი ასე გამოიყურება პუკეტის ქუჩები. რაღაც სხვა ვაიბი მოაქვს, განსხვავებული. ახლა მე და ჩემი მეგობარი ნიკა მივდივართ და შევიძინოთ ტაიგერ მუაი-თაის წვირის დამცავები ეგრეთ წოდებული და პერჩატკები ფაიტექსის მაღაზიაში. ხო და მაგასაც განახებთ. ეს არის ფაიტექსის ოფიციალური მაღაზია. მოვედით. აქ მოკლედ გადაადგილების ყველაზე მარტივი და კომფორტული საშუალება გახლავთ, აი ასეთი პატარა მოპედები, ყველას ასეთები ყავს, სადაც არ უნდა გაიხედოთ. ესე ჩვენი მაღაზია. აბა შევიდეთ და შევარჩიოთ. იგი შემოვედით წვირის დამცავების და პერჩატკებისაგან ორიგინალები არის. ყველა როგორც ხედავთ და დაახლოებით ჩვენს ფასზე 3350 ლარად პერჩატკები და წვირის დამცავები იყო. ვარჯიშებზე განახებთ კიდევ. გადაადგილების ყველაზე კომფორტული და მარტივი საშუალება არის აი ასეთი მოპედები ეგრეთ წოდებული. მეც მოვედი შესარჩევად, ერთი თვე დაახლოებით ღირს ჩვენს ფულზე ალბათ 100-150 ლარი და აი ამას წამოვიყვანე ამ სილამაზეს. აი ყველა თითქმის მოპედებით მოძრაობს. მთავარი გადაადგილების საშუალება ეს მოპედები არის და კიდე გაგიზიარეთ ვიდეოს თუ რამდენად კომფორტული არის ამ მოპედებით მოძრაობა. Хорош, Русо. Сумасшедший отвечаю.